ეტაპი იწყება ამერიკის ცხოვრებაში. ამ წუთებში დონალდ ტრამპი დებს ფიცს ამერიკელი ხალხის წინაშე ინაუგურაცია მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში, აი თქვენ ხედავთ კადრებს, ჩვენ პირდაპირ ეთერში უწყვეტად ვღებულობთ კადრებს ვაშინგტონიდან და ეს არის ახალი ერის დასაწყისი ამერიკის ცხოვრებაში. ვინაიდან ბევრი საქართველოში, სოფლიოში ელოდებოდა ამ დღეს, ძალიან დიდი მოლოდინი არსებობს, რომ გარკვეულწილად შეიცვლება პოლიტიკა ამერიკისა, არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ იგივე რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებითაც, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს, რომ ამ ომს შეაჩერებს ტრამპი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ეს ცოტა არ იყოს არც თუ ისე ადვილი გასაკეთებელი იქნება ამის განხორციელება რეალურად ცხოვრებაში. დიდი მოლოდინია საქართველოსთან მიმართებითაც, ვინაიდან ჩვენ რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში საქართველოს წეხი განიცადა, არ ვიცი ამას ვერც ერთი ესეთი წელში გამართული ქვეყანაც კი ვერ გაუძლებდა და მადლობა საქართველოს ხელისუფლებას იმისათვის, რომ აი ამ წნეხს გაუძლო. ჩვენ ვნახეთ არაერთი მცდელობა სახელმწიფო გადაეტრიალებისა. არაერთი მცდელობა. და რომ არა ის პოლიცია და ის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი პროფესიონალიზმი დღეს რა თქმა უნდა ისინი მიზანს მიაღწევდნენ. და ყველაფერი ეს ხორციელდებოდა ვაშინგტონიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისინი დირიჟორობდნენ ამ ყველაფერს. და როგორც იქნა, ერთ-ერთ გაზეთში, როდესაც იყო დაწერილი, გახსოვთ, სააკაშვილი რო წავიდა, წაეთრა, წაშავდა, წაბნელდაო. აი სწორედ ესე ითქმის ბაიდენზე, წაეთრა, წაშავდა, წაბნელდა. იმიტომ რომ ეს ბნელი ადამიანი, რომელმაც ამერიკასაც კი პრობლემები შეუქმნა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკის ეკონომიკამ საკმაოდ დიდი კრახი განიცადა. და დღეს მთელი მსოფლიო უყურებს უწყვეტად აი ამ კადრებს, რასაც ჩვენ ხედავთ ახლა ეთერში, რომ ძალიან მალე, ეხლა დღეიდან არა, მაგრამ რამდენიმე დღეში უკვე ნათელი გახდება ის მესიჯები, რომელიც უნდა ჩვენ ვიხილოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მე მინდა რომ ეხლა განახოთ ეს ფიცის დადების ცერემონიალი მიმდინარეობს. ერთგულად შევასრულებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში შევძლებ, რომ დავიცვა, შევასრულო, გაუფრთხილდე და დავიცვა შეერთებული შტატების კონსტიტუცია. გილოცავთ. მასშტაბზე ვაშინგტონი კვლავ მსოფლიო პოლიტიკის დედაქალაქია, სულ რამდენი დიახ, მეგობრებო, თქვენ ნახეთ ოფიციალურად უკვე ამერიკის შეერთებული შტატებს ყავს ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ინაუგურაცია შედგა, ფიცი დაადო დონალდ ტრამპმა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკას შორის. აი, ბევრი ტვინგაყინული ადამიანის კომენტარს ვკითხულობ თქვენ და თქვენც ალბათ ნახავდით. აი მაგალითად ელჩთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობენ იმის შესახებ, აი წინა ელჩი, რომელიც ხო კელი დეგნანი და აიო ტრამპი მოვიდაო და რა შეიცვალაო, ხედავ თუ არაფერი არ შეიცვალა, უпрочет ბაიდენის რომ წააგო არჩევნები, ტრამპი ხო უკვე აირჩიეთ. იცით რა, როდესაც ბაიდენის მოსვლამდე ტრამპი იყო პრეზიდენტი, ჩვენ ვნახეთ, რომ ელჩი სხვაგვარად მოქმედებდა. ანუ კელი დეგნაზე მაქვს საუბარი და აგინებდნენ, ლანძღავდნენ კენი დეგნას,
ბოდიში და დედას აგინებდა გვარამია პირდაპირ ეთერში. და მთელი ოპოზიცია კელი დეგნას, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსყიდულიაო ამბობდნენ. და რა დღეში აგდებდნენ კელი დეგნას, რომ თავდასხმაც კი მოხდა პარლამენტში, მასზე რაღაც ერთი ამბები იყო იქ ატეხილი. როგორც კი მოვიდა ბაიდენი, იმ წუთასვე კელი დეგნანმა შეცვალა რიტორიკა და უკვე მისაღები გახდა ოპოზიციის და რიტორიკაც შეცვალა. ამიტომ აი, როდესაც ჩვენ ელჩზე ვსაუბრობთ ელჩის პოზიციაზე, ელჩი განასახიერებს პრეზიდენტის პოზიციას. მე ვფიქრობ, რომ თუ კი ქართულ-ამერიკული ურთიერთობა შეიცვლება, აი ეს დღევანდელი ელჩი შეცვლის პოლიტიკას, იმიტომ რომ ელჩი თვითონ ხო არ მოქმედებს. ეს არის დირექტივების შემსრულებელი და აქედან გამომდინარე, როგორც აი ტრამპის პერიოდში საქართველოს მიმართ არ იყო ისეთი დიდი დაწოლა, კი მაინც რაღაც დირექტივები მოდიოდა, მაგრამ არ იყო ისეთი წნეხი და ელჩს პირიქით ოპოზიცია აგინებდა. დღეს ვფიქრობ, რომ აი ბევრწილად განისაზღვრება ელჩის მოქმედებებიდან გამომდინარე წარმოჩინდება რა პოლიტიკას განსაზღვრავს ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ. მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ცვლილებები იქნება, ისეთი წნეხი არ იქნება, როგორიც ადრე იყო, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენება ტრამპი ამ LGBT თემის მიმართ, როგორი რადიკალურია, მან ფაქტობრივად განაცხადა კიდევაც, რომ ის დაფინანსება შეუწყვეტს ამ ორგანიზაციებს, რომლებიც ფინანსდებიან და აქედან გამომდინარე ჩვენთანაც შეიცვლება, იმიტომ რომ ყველაზე დიდი წნეხი საქართველოზე მოდის აი ამ ბაბუცა პატარაიებიდან და აი ამ NGO სექტორიდან, რომელსაც ხელში აქვს ჩაგდებული უდიდესი ლუკმა, რომელსაც იღებენ ამერიკის შეერთებული შტატები და საკმაოდ მსუყე დოლარების სახით. და მე ვფიქრობ, რომ აი მალე გადაწყდება ყველაფერი, მალე გაირკვევა ყველაფერი და არ ვიცი, მე მგონია, რომ გარკვეული გადაწყვეტვა მოხდება. ჩვენ რა თქმა უნდა ამერიკელ ხალხთან და ამერიკასთან სურს თანამშრომლობა. ეს იმას მე ხშირად ვამბობ, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგდეს, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავიწყოთ, რომ მოლაპარაკებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად ჩვენ ახლა ამერიკელ ხალხთან და ამერიკასთან გქონდეს სრული დამოკიდებულება. ეს არამც და არამც, მეგობრებო. ესე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მაგრამ აქ ახლა გასათვალისწინებელია ის, რომ ჩვენ რა ვიხილავთ თვითონ ვაშინგტონიდან, რა პოლიტიკას ვიხილავთ. ვიხილავთ იმ პოლიტიკას, რომელიც ბაიდენიდან მოდიოდა თუ ვიხილავთ რაღაც სახეცვლილებას ამერიკის შეერთებული შტატებისა. პრინციპში ოპოზიცია და ნაცმოძრაობა ბრალსდებდა ხელისუფლებას, რომ ტრამპის არჩევაშიო ბიძინა ივანიშვილმა დიდი როლი ითამაშაო და ხელისუფლებას აბრალებდნენ იმას, რომ ესე იგი თურმე ის იყო ალიანსში ტრამპთან და ეხლა ის იმედი აქვს, არ ვიცი, ყოყლოჩინებენ. ეს ქალბატონი ჩავიდა იქა დღეს პირველი ნიუსი რაც გავიგე, თურმე ვიღაცა მოდელიური ვინც არის, ანუ ეს კაბებს ვინ კერავს, ინგოროყვას შეკერილი კაბით წავიდაო იმაშიო. ეხლა ინგოროყვას შეკერილი კაბით ზურაბიშვილი ამერიკას ვერ დაიპყრობს. ინგოროყვას კი არა, თუ გინდა მთელი კუჭურიების კაბები ჩაიცვას იქა და მთელი აქცენტი ახლა კაბებზე თუ არის და ვინ ჩააცვა ზურაბიშვილი ამაზე კეთდება, არ ვიცი და რამდენიმე ვიღაცა კონგრესმენს თუ გამოიჭერს და სურათებს გადაიღებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ჩვენ რაღაცა სიურპრიზებს უნდა ველოდეთ. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იქნება ალბათ ძალიან მალე ოფიციალური პოზიცია ამერიკიდან თუ რა პოლიტიკა იქნება. მე დარწმუნებული ვარ, არჩევნების, ხელახალი არჩევნების მოთხოვნა არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მე ნახე განცხადებები ძალიან ბევრი ევროპული ქვეყნისა, რომლებიც საკმაოდ უკარგ ურთიერთობაში არიან ტრამპთან. ეს არის სლოვაკეთის ხელისუფლება, ეს არის უგრეთის ხელისუფლება და ასევე მე ვიხილე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის განცხადება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მე ვფიქრობ და აი ეხლა ამ განცხადებიდან ბევრწილად მიხვდებით საერთოდ რაზეა საუბარი. მე აქვე მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა და თქვენი ძმების და მეგობრების რანგში ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება და გისურვებთ მომდევნო წარმატებებს მომავალში და მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ეს გააკეთა ილხამ ალიევმა
ეს განცხადება ბაქოში, როდესაც ხდებოდა ის პრემიერს ირაკლი კობახიძეს. ანუ მან თქვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა ეს არის სტაბილურობის მომტანი რეგიონისათვის. და ეხა აზერბაიჯანის დამოკიდებულება და პოზიცია ეს არ არის მარტო აზერბაიჯანის, ეს არის თურქეთის, ეს არის ძალიან ბევრი იმ ქვეყნის, რომელიც ჩვენს გარშემო არის და ამიტომ მე ადრეს თქვი game over მეთქი ნაცებო და თქვენი თამაში დასრულებულია და ამას თქვენ თვითონ ნახავთ. სხვათა შორის დღეს ჩვენ გვპირდებოდა დიდ რევოლუციას დიდი რეჟისორი დიდ ბჭყალებში დოიაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ 20-იო თქვენ ნახავთო, 20-იო დაგასრულებთო მეო და თქვენი დღეები დაცული იქნებაო და რა ვიცი 20-იც გათენდა 21-იც იქნება ხვალ და რა ვიცი რა დასრულებაზე ლაპარაკობდა დოიაშვილი ბრის დასრულებაზე ლაპარაკობდა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ ოცნება არა, მაგრამ თვითონ სრულდებია. זה საუკეთესო ოქროს ფონდი დაიჭირა და ამ ოქროთი ვაჭრობს ახლა, მეტი არაფერი რა, რატო უნდა დაიტოვოს. მაგრამ ესე არ არის, ესე მარტივად ვერ დავთმოთ. ჩვენ ვიბრძვით მართლა ერთი ჯარისკაცისთვისაც და ამას ვნახავ. კიდე ერთხელ ვამბობ, 20 იანვრამდე სასამართლოს და ამ რეჟიმს კიდე აქვს დრო დაანთავისუფლოთ პოლიტპატიმრები. წამზომი ჩართულია, ათვლა დაწყებულია. და ხო ვერ ვხედავთ, ხო ვერ ნახეთ რა არის თეატრი. ხო ვერ მიხვდით სახელოვნებო სფეროს რა შეუძლია. 20-დან ვიყურეთ. მაგარი საინტერესო იქნება პოპკორნის დაიჭირეთ. არ ვიცი რა პოპკორნის მოყვარული არა ვარ, დღეს სხვა რაღაც კერძი მივირთვი, სანამ აქ სტუდიაში შემოვიდოდი და 20-ით დამთავრდა, უკვე აგერ 10 წუთი არის და მე ამ ეგრეთ წოდებულ რეჟისორს, რომელიც სააკაშვილის დროს უყურებდა, როგორ ხრიტავდა ხალხი სააკაშვილს და ციხებში ალპობდა, ამის ამოღებული ხმა არ მინახია, შეიძლება სააკაშვილის ბორდელში იღებდა ხმას, იმიტომ რომ სააკაშვილის ბორდელში გამოზრდილი რეჟისორები და მსახიობები აქტიურობენ ძირითადად დღეს და რა ვიცი ბატონო დოიაშვილო 20 დამთავრდა და რა ვიცი რა მექენით 21-იც მოვა რა საპირებთ ერთი მაინტერესებს და სიგნალსაც ვნახავთ ამერიკიდან და განცხადებებსაც და თქვენ სათხართ მაინტერესებს ახლა. ამიტომ ბევრი ბაქი-ბუქი გვესმოდა წესით აქამდეც უნდა გადატრიალებულიყო ამათი ჭკუით ხელისუფლება, იმიტომ რომ მე ვხედავდი რა განცხადებები კეთდებოდა მანამდე და სხვათა შორის ეს ცხვიპირ დამტრეული გახარია, რომელიც სარამ ცხვიპირს მოიმტრევდა არჩევნები რო წააგო, ლაპარაკობდა იმის შესახებ, რომ ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა მოვასწროთ სიტუაციის არევა. ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გეგმას, რომელსაც ქვია პირველი ფაზა და ეს ფაზა მერწმუნეთ ჩვენ თუ არ დავასრულეთ. ახალ წლამდე, ყოველ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ინაუგურაციამდე იცოდეთ, რომ შემდგომ უკვე ეს ძალიან გვიან იქნება. ხედავთ ალბათ რა განცხადებას აკეთებთ, რომ გვიანი იქნება. იცოდა ამ კაცმა, რომ ინაუგურაციამდე თუ შეძლებდნენ და მე უკვე შეუძლებელი იყო იმის გაკეთება, რასაც ქვია სახელმწიფო გადატრიალება. ეხლა ამ კაცმა როგორ დაამთავრა შერატონში თავისი პოლიტიკური მოღვაწეობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, არავის ცემა არ მიყვარს და არც მივესალმები, მაგრამ კაცმა თვითონ დაიწყო ჭუბი და ეხლა სამწუხაროდ საქართველოში ვიღაცას გონია, რომ შეურაცხყოფა გინება უნდა აიტანო და ერთს ეხლა ქრისტიანულად კი ესეა, ეხლა ერთ ცილას რო სახეში ერთ ცილას რო გაგაწნავენო, მეორე მიუშვირეო, მაგრამ ისიც ნათქვამია ღორებს მარგალიტებს თუ დაუყრიო, ხო? და ამ ღორებს მარგალიტებს არ დაუყრით არავინ. და რაც მიიღო გახარია, მეს იყო დამსახურება სახეში გააწნა, იქ რაღაცა პლასმასის ჭიქა ყავით, რა ქვია, თიტო სამხარაძეს და ალბათ ეხა უკვე საუბარი არის იმაზე, რომ UFC-ს მორიგ შეჯიბრებაში შეიძლება სამხარაძე გამოვიდეს კამერისთვის ბრძოლაში, ისეთი დარტყმა განახორციელა. მან რომ არ ვიცი, შეიძლება დვალიშვილი იქით იყოს და სამხარაძე ვიხილოთ UFC-ს კამერისთვის ბრძოლაში. სხვათა შორის, რახან დვალიშვილზე მიდგა საუბარი, გუშინ იყო ბრძოლა, რომელშიც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. სხვათა შორის, ბევრს გაუკვირდა ჩემი პოზიცია, რომ მე მიულოცე დვალიშვილს და ვთქვი, რომ ძალიან კარგი და ძალიან შესანიშნავი გამარჯვება მოიპო. იცით რა არის, მეგობრებო? ჩვენ რაღაცმა პირადმა ბოღმამ და შურმა და ღვარძმა არ უნდა დაგვავიწყოს ჩვენი სამშობლო. იცით რა, მე ძალიან გული მეტკინა და ძალიან კაცრი შეფასებაც გავაკეთე მე ამ მერაბ დვალიშვილის მიმართ. მაგრამ ეს კაცი საქართველოს სახელით გამოდიოდა იქ და იმ მისმა მოწინააღმდეგემ
შეურაცხყოფა მიაყენა დვალიშვილსაც და ქართველებსაც მიაყენა, ვინცო დვალიშვილს უჭერს ხარს, დვალიშვილი ქათამი არისო და ვინც მას უჭერს ხარსო, ისო ქათმები არისო. ანუ ქართველებზე თქვა ამ კაცმა. და კარგადაც დაიზილა და დაინაყა ცხვირპირი გუშინ რა. და მე მართლა დიდი სიამოვნება მივიღე იმით, რომ საქართველოს სახელი და საქართველოს დროშა ამ კაცმა აწია. და მე მინდა ამ კაცს უთხრა, მერაბ, შენც როგორც ყველა ქართველი ჩვენ გვიყვარს და გვიამაყები და გეხვეწები, ნუაკეთებ ამ პოლიტიკურ განცხადებებს, იმიტომ რომ არიცი ეს პოლიტიკა, აი ამ ბრძოლამდეც კიდე იმას ეუნებოდა, აი ამ მუგარმედოს, რომ აიო შენ საიდან ახარო ეკითხება და იმან უთხრა მე რუსეთიდან, არა დაღესტნიდან ვარო და რუსეთიდანო რა და რუსეთიდან ახარო, ანუ იმაზე აკეთებ და აქცენტს რომ შენ რუსეთიდან ის კაცი თulis ამად და ეხა იცით რა არის, ეხა ასეთი განცხადებები არის პროვოკაციული და მოდი რა იყავი სპორტსმენი რა. სპორტსმენი ხელოვანი, რომელიც უკვე აი ამ სპორტს და ხელოვნებას ცილდება, ეს გავს აი იმ გეც, რომელიც ამოვა ტყიდან და როგორც ცუდი სანახავია თქვენც კარგად. წყალში რომ არის ძალიან ლამაზი არის. მაგრამ აი ბოტეტა ფეხებით რომ დააბიჯებს იქა იმიდან რა ქვია, აი ბალახზე, ეს უკვე არ არის სასიამოვნო სანახავი. ამიტომ მოდით რა, ძალიან გვიყვარხართ. ძალიან გაფასებთ. და არ გინათ რა პოლიტიკაში ჩარევა, არიცით ეს პოლიტიკა და მით უმეტეს მე ხალხსაც იმაშვებით, რა ქვია, ინტერებ და კიდევ ერთხელ მე მინდა მიულოცო მერაბს, აი მართლა კარგი ბრძოლა იყო და აი მართლა გამოავლინა ამ კაცმა, წაგებული ქონდა, მე 3 რაუნდი თუ 2 რაუნდი წააგო და ბოლო 3 რაუნდი რომ მოიგო, მაგითი მოიგო ეს ბრძოლა და არ ვიცი, დიდის მე მაგალითად ძალიან მოხარული და ამიტომ ქართველებო ერთ რამეს გეტყვით რა. ეს განცხადება სხვა არის, მაგრამ ეხა მე მაგალითად ომში რომ მიდის, ომში რომ მიდიოდა მეფე, რა, იმას სხვა არ უნდა გაგვეხსენებინა ჩვენ რომ იმან რაღაცა ცუდი ვიღაცას გაუკეთა. ომია ისიც, რაც ჩვენ ვიხილეთ, ის ბრძოლა. ეხა საქართველოს ნაკრებში თამაშობს ქოჩორაშვილი. და ის კაცი გამოდის და ამ ნაცებს უჭერს ხარს და რა ვქნათ, ეხლა ჩვენ საქართველოს ნაკრებს არ უგულშემატკივროთ? არ უქომაგოთ? გასაგებია ადამიანები რო ცდებიან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვთქვათ უარი. იმედია მერაბ დვალიშვილი ჭკუას ისწავლის აი ამ განცხადებებიდან გამომდინარე და აღარ გააკეთებს ეს განცხადებები, თავის საქმეს მიხედავს და თავის საქმეს კარგად აკეთებს ეს კაცი და ამიტომ მოდი რა მერაბ მიყევი და ძალიან პატივს აქცევთ აი ამ ბრძოლებიდან გამომდინარე, ძალიან გვიყვარხარ. მართლა პატივს აქცევ და მე ისა ბევრი ადამიანი წავშალებ ჩემი სოციალური ქსელიდან რომ დამიწყე შენ როგორ ესო იმას უპირისპირდება რაღაცა სტალინსო და ამიტომ როგორ უქომაგებ. დიახ მეგობრებო, აი ესე უქომაგებ. საქართველოს სახელით ვინც გამოვა, ყველას უქომაგებ. და მე რომ დამთავრდება და კიდე რაღაც იტყვის, მე მოვთხოვ პასუხს, მაგრამ საქართველოზე მაღლა არაფერი არ დგას. და აქედან გამომდინარე ბოღმის ბუკეტები ნუიქნებით, კიდე ზოგიერთები რა. და მე ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ნუ ეხა ისე პოლიტიკას მინდა დაუბრუნდე, ვერც გახარიას, ვერც ნაცების იმედები ვერ გამართლდა მეგობრებო და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ნაბიჯებიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არ იქნება ისეთი, რომ ჩვენი ქვეყანა დაზარალდეს. მე არ ველოდები იმას, რომ ეხლა ამერიკა მწვანე შუქს აუნთებს საქართველოს, მიდი და დაელაპარაკეთ რუსებთანო, არ იქნება ესე ადვილი ურთიერთობა. მე არ ვთვლი, რომ ეხლა ამერიკა სულ კარდმლაშ მისცემს ხელისუფლებას, იქნება ძალიან მძიმე პერიოდებიც, მაგრამ აი ეს წნეხი, ის რაღაცა საშინელი დემარში, რომელიც იყო ბაიდენის ადმინისტრაციის წინდა, აი ეს მოიხსნება, თორემ რა თქმა უნდა, ეხლა აიოლი არც ეხლა იქნება ურთიერთობა და არავის არ უთქვია, რომ ეხლა ტრამპი გამოვა და იტყვის, რომ მიდი ჩადით მოსკოვში და დაელაპარაკეთ პუტინს. მე არ ველოდები ამას, ასეთ რაღაცებს. მაგრამ რაღაცა ცვლილებები იქნება, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო იყოს. მე ამაში დარწმუნებული ვარ.